მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით წალკის წყალსაცავზე. Ice fishing-ი იქნება ჩვენი დღევანდელი დღის აქტივობა. წავედით. ესეა ჩვენი პირველი ნაბიჯები ყინულზე. იმედია დღეს ყინული მყარი იქნება და რიგ გარეშე ბანაობა არ მოგვიწევს. რამდენადაც მახსოვს საფხულში თევზაობისგან, აქ დაახლოებით ესე 10-15 მეტრის დისტანციაზე უკვე 3 მეტრის სიღრმე გვაქვს. შესაბამისად, ახლოსში გაბრუღვა და თევზაობა იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი. მაგრამ ვინაიდან აქ ცოტა ქვები გვაქვს, მე მგონი ჯობია რომ ისეთი ადგილი ვიპოვოთ უფრო დამბისკენ, სადაც ნაკლებად იქნება ქვიანი ზედაპირი. მოკლედ დღეს ვითევზავებთ ესეთი პატარა მინიატურული ჯოხით და სატყუარად გამოვიყენებთ ბალანსირებს და ყანყალას. დავიწყოთ. შევუდგეთ პროცესს. და ისიც მომენტი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი. მიახლოებით ვიპოვით ფსკერს. საშინელი ქარია. ეს უკვე მეორე წერტილია გაბრუღული. სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვაქვს აქტიურობა. ეს უკვე მესამე წერტილია. ვეძებთ აქტიურ ქორჭილას. პირდაპირ გუდაურის მივლინებიდან ვარ ახლა ჩამოსული, გუდაურის ტანსაცმელი მაცვია სასრიალო და შესაბამისად არც ყოვზი არ მაქვს, რომ ეს ყველაფერი ამოვასუფთავ ადამიანურად და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც შევეცდები, რომ მივახციო საწადელს. რაში მდგომარეობს ახლა მთელი პრინციპი? უნდა ჩაუშვათ, დაველოდოთ, რომ გაჩერდეს ჩვენი სატყუარა ფსკერთან. დაველოდებით. მიდი, მალე ხა. აჰა, გაჩერდა. შემდგომში ცოტა წამოვწევთ ზემოთ და დავიწყებთ თევზაობას. უკვე მე რამდენი წერტილი გავბრუღე, მე თვითონ არ ვიცი. სამწუხაროდ ჯერჯერობით თევზი ვერ დავიჭირეთ, მაგრამ იმენს არ გვარგავთ. დღის 2 საათია, მთელი დღე გვაქვს წინ. და ისიც პირველი თევზი. პირველი თევზი. Ice fishing-ზე. მოდი ხა ეს პატარა გავუშვათ და უთხრათ, რომ სხვა უფრო დიდი და ლამაზი თევზები მოგვიყვანოს. მოკლედ, გეგმები შეიცვალა. ამ თევზის გაშვებას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ უკვე მოკვდა.
მაიცადე. რატო წვალობთ ამდენს? მოდი ჯიგარო შენ ჩადი აქ. დავაი, წავიდა. დღევანდელი დღის ზანგი ბალანსირი ვიპოვეთ. აბა მეგობრებო. ესეც მეორე. ესეც მეორე. რა ცუდად აქ გადაყლაპული. შესაწყალო. აი ისიც. შემდეგი ქორჭილიუსი. სავარაუდოდ ამ ადგილას 3 თალი თევზი იყო და 3-ვე დავიჭირეთ. მე მგონი დრო უკვე გადავიდეთ სხვა ადგილი. მაგრამ ძალიან ახლო ტერიტორიაზე უნდა მოვნახოთ ჩემი აზრით. და რაღაცა თავიდანვე მომეწონა ეს ადგილი. დაჭერილ თევზს შემდეგ ვიდეოში ძალიან ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ვითარებაში მოვამზადებ. სხვა ბევრად უფრო მაგარ კერძთან ერთად, რომელიც ჩემი აზრით საქართველოს ერთ-ერთი სახეა. ვინმე რომ მკითხოს, რა კერძია საქართველო, ალბათ ვეტყვი იმ კერძს, რომელსაც ნახავთ შემდეგში. ჩემი wild kitchen-ის პირობებში. წინა 3 დაჭერილი თევზის მერე ჯერჯერობით თევზის პოვნა გამიჭირდა. ნახოთ. აი ანკესი გამიტყდა. ეს კოჭა იყო დამაგრებული პლასმასით. ხელით მიწავს ახლა დაჭერა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ხელს რა თქმა უნდა ვერ შეგვიშლის. შემდეგი კიდევ ერთი მონსტრი. ესეთი.
მინდა ეხა დრო ვიხალთო და გაჩვენოთ რა სახის ატყუარებით ვთევზაობ. მოკლედ, ბურღი კი ნახეთ ვიდეოში როგორ გამოიყურება. ეს არის ბალანსირები. ნავიდან თევზაობაც შეიძლება ამითი, ანუ ზუსტად სწორად დგას. გარდა ამისა, მაქვს ყანყალები, ესეც ან ყინულიდან ან ნავიდან არის გამოსაყენებელი. და ნუ ეს სხვადასხვა ფერის, ზომის ბალანსირებია, აგრეთვე ყანყალები. ახლა აგრეთვე მინდა გაჩვენოთ მონტაჟი, ძალიან მარტივად. ზუა, სასპინინგე ზუა, ფლუოროკარბონი, კარაბინი და შემდგომში ბალანსირი. ყველაფერი ეს არის შეძენილი ჩვენ ძმასთან და მეგობართან ლევან თასოშვილთან. შეგიძლიათ მიმართოთ და ისი ამოვნოთ მსგავსი გასვლებით. დავასრულეთ თევზაობა, 4 თევზი მყავს, მე მეტი ვერ დავიჭირე. ნუ სავსებით საკმარისია. ეხლა ტრადიციულად უნდა მოვამზადო ყავა. ყინულზე ოღონდ. ამჯერადაც თუ გადმომივიდა, ყავის მას ვანებებ თავს. რო არ გადმოვიდეს ვზივარესე და ველოდები და მაგდენი ნერვები სად მაქვს ხალხო? აჰა, მეღირსა. ყავა ყინულზე. გოგოებო, გეპატიჟებით. მოკლედ, ეს ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. მინდა რომ აი ამ ბლამას ხედებზე დავლიო ყავა. თქვენ კი გამიხარდება ძალიან თუ გამოიწერთ ჩემს არხს და დაალაიქებთ ვიდეოს, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტი საინტერესო თავგადასავლები გველოდება ერთად. აბა დროებით.